What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriff Steiners war ein Befehl! Dali. See? Yes, Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done. მაშასე მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს, საერთაშორისო სამართლის და საერთო დიპლომატიის უბადლო მცოდნეს გიორგი ფანიაშვილს. 1976 წლის 27 ივნის ტერორისტებმა ისრაელიდან საფრანგეთში მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცეს და უგანდაში, ქალაქ ენტებეს აეროპორტში დასვეს. ძევლად აყვანილი ებრაელი მგზავრების სანაცვლოდ გამტაცებლები ისრაელის, კენიისა და ევროპული ქვეყნების ციხეებიდან თანამებრძოლი ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისრაელის მთავრობის პასუხი მოულოდნელი, ხისტი და უპრეცედენტოდ ეფექტური იყო. დღეს სწორედ ამ შეშლილი 8 დღის და ლეგენდარული სპეცსამსახურების ისტორიაში სანიმუშო სპეცოპერაციის შესახებ გადაღებულ ფილმს შემოგთავაზებთ. ენტებეს კინორეიჩი მონაწილეობა მიიღეს ოსკაროსანმა პიტერ ფინჩმა, ჯეიმს ვუდსმა, 12 განრისხებული მამაკაციდან 2-მა, მარტინ ბოლსამმა და ჯეკ უორდენმა და შესანიშნავი შვიდეულის ჩიკომ და ორეილიმ, ანუ ხორსტ ბუხორცმა და თვით ჩარლზ ბრონსონმა, რომელმაც ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედისა და ადგილზე უშუალო ხელმძღვანელის, ბრიგადის გენერლის დენ შომრონის როლი შეასრულა. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვიეთ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმები კინომოყვარულებს. ხა ფილმი, რომელზეც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეგრეთ წოდებული სხვადასხვა დასახელებით არის, ეს არის რეიდი ენტებეზე, ეს არის ოპერაცია ელვა გრუხუნით, ხან ისე ქვია, ხან ასე ქვია, როგორც წესი. ეს საქმე ეხება ერთ-ერთ ტერორისტულ აქტს, ეს არის 76 წელი, ეს არის ისეთი რო იტყვიან გაგანია ცივი ომის პერიოდი, ეს არის პერიოდი, როდესაც ისრაელმა ახლად შექმნილი სახელმწიფოა ჯერ კიდევ მაშინ და უკვე გადაიტანა ომი არაბულ სამყაროსთან, უკვე გამოვლილია 6 დღიანი ომი ეგვიპტესთან, მას დაკავებული აქვს ეგვიპტის გარკვეული ტერიტორია, უკვე ჩავლილია ეგრეთ წოდებული მიუნხენის ტერაქტი 72 წლის, უკვე მათ ნაგემი აქვს გარკვეული მსხვერპლი ტერორისტული აქტებიდან, ასევე საბინას ავიახაზების ტერაქტია მომხდარი უკვე, ანუ ისრაელს აქვს ტერორისტთან ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება, მას უკვე იმ დროისთვის 76 წელში ყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო 76 წელს ითვლის სულ რაღაც ალბათ 2-3 წლეულს თავისი არსებობის. ეხლა თვითონ რო ვისაუბროთ, ხატრული ფილმი მეტნაკლებად და დიდწილად ასახავს ამ მოვლენებს, თუმცა იქ არის, რა თქმა უნდა, უამრავი დეტალი, რომელიც ფილმში არ მოხდა და ვერც მოხდებოდა, ყველაფერს ფილმში ვერ მოათავსებ. ამაზე ვისაუბროთ სწორედ. თუმცა არის ისეთი დეტალები, რაც ალბათ მე ვფიქრობ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება და პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ დღემდე ეს ითვლება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო, ყველაზე უფრო რთული სპეციალური ოპერაცია, რომელიც ისრაელმა ჩაატარა. წარმოუდგენელი ოპერაცია უწოდა ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაეროში 76 დღევანდელი სტანდარტითაც კი ალბათ ერთ-ერთი ნომერი პირველი ოპერაცია მთელი თავის სირთულით, იმპროვიზაციით,
იმ ძალიან შემჭიდროვებულ ფაქტიურად წარმოუდგენელ ვადებში გარკვეული მომზადების დროით და იმ რისკით, რომელიც თან ახლდა ამ ოპერაციის ჩავარდნას. ვინაიდან რო იცოდეს მაყურებელმა როგორ წესი ესეთ სიტუაციებში ესეთ ოპერაციას არისკავენ. 76 წელია საქმე ეხება საფრანგეთის ავიახაზების თვითფრინავს, რომელიც მიფრინავს თელ-ავივიდან პარიზში. ბორტზე არის დაახლოებით არა 259 მგზავრია, ზოგი წერს 252, ბოლოს რაც საშუალოდ არის დაახლოებით 250 მგზავრია, რო იტყვიან გაძეძგილია თვითფრინავი მგზავრებით და თელ-ავივიდან მიფრინავს პარიზის მიმართულებით, დაჯდომას აკეთებს და მგზავრები აყავს კიდე დამატებით ათენიდან, საბერძნეთის დედაქალაქიდან. და რო იცოდეს ახლა მაყურებელმაც ეს არის 70-იანი წლები, უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში არ არის ისეთი როგორც დღეს არის, მაშინ არ არსებობდა ესეთი მეტალოდეტექტორები და 11 სექტემბერი არის 11 სექტემბერია მომხდარი, არც კიდე სხვა დიდი ტერაქტები და ამოწმებდნენ როგორც წესი პასპორტებს, გარე დათვალიერება და რაღაცა თუ საერთოდ ჩაქვლიდნენ, აი შეიძლება გაეჩხრიკათ ადამიანი. და ამ დროს ბორტზე მოხვედრას ახერხებს 4 ადამიანი, რომელთაც აქვთ ხელხუმბარებიც და ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტებზეა საუბარი და ათენში ისინი ბორტზე იკავებენ თავიანთ ადგილებს. აი აქ ეხლა ორი საინტერესო ამბავია. გოდიში. აქ არის კიდე ერთი მომენტი იმ ფილმში თავისთავად და ისტორიაში, ხო, რომ ეს ორი ტერორისტული ჯგუფი, ერთი იყო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის სახელმწიფოს მებრძოლები. ხო, აი ამასთან დაკავშირებით გვაინტერესებს სწორედ რა. ჩვენი მაყურებლისთვის შეიძლება ზოგიერთი რამ იყოს ცოტა უცნაური და თქვა ლოგიკური ამ ისტორიაში. პირველ რიგში სწორედ ეს, როგორ აღმოჩნდა გამტაცებლებს შორის, სადაც არიან პალესტინის განთავისუფლების ფრონტის მეომრები, მოულოდნელად გერმანიის წითელი არმიის ფრაქციის მებრძოლები, ანუ ბაღადერ მაინჰოფის დაჯგუფების წევრები. მათ რა აქ სადაო ისრაელთან თქვა? კი ბატონო, ესე იგი ბორტზე ვინც იყო 4 ტერორისტი, აქედან არიან 2 წარმომადგენელია სწორად აღნიშნებთ პალესტინის სახალხო გათავისუფლების ფრონტის წარმომადგენელი, მაშინდელი პალესტინის თავისუფლების მებრძოლები და აქედან 2 არის გერმანელი და გერმანიის მოქალაქე, რომელიც წარმოადგენს მემარცხენე წითელ ფრონტს, ეგრეთ წოდებულს მემარცხენე ფრონტს და საერთო რა აქვს ახლა რატო გერმანელები რა შუაში იყო, ხო, ახლა მაყურებელმაც რო იცოდნენ, მართლა იყო სამწუხაროდ იყო გერმანელების მონაწილეობა ამ ტერაქტში, ეს დაფიქსირებულია, მაშინდელი პალესტინის გათავისუფლების მოძრაობა, მე მახსოვს და ესე ვიცი, იყო როგორც წესი მემარცხენე სოციალისტური. ამიტომ მათ გულშემატკივრები ყავდათ ყველა, ასე ვთქვათ, სოციალისტურ ჯგუფებში, სოციალისტურ მემარცხენე ჯგუფებში. მაშინდელი მოძრაობა მთლიანად იყო აგებული ამ სოციალიზმზე, ოღონდ მოწინავე წოდეს არ იყო მთლად საბჭოთა კავშირის დაგვარი მისწრაფებები მათ არ ქონიათ, ისინი უფრო პროგრესულად ფიქრობდნენ ამ მიმართულებით, მაგრამ ამის გამო მათ ყავდათ გულშემატკივრები, სხვა შორის ევროპაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც, აფრიკაშიც, ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ ისეთ პროგრესულ მემარცხენე სოციალისტურ იდეებს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ ეხმარებიან გერმანელები. თან ეს გერმანელები არიან, რაც ძალიან საყურადღებოა არა აღმოსავლეთ გერმანიიდან, ანუ სოციალისტური დასავლეთ გერმანიიდან, არამედ დასავლეთ გერმანიის წარმომადგენლები არიან. ამ დროს საინტერესო მან კიდე არის 76 წელსვე, დაახლოებით თვენახევრით ადრე, გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის საპრობილეში კვდება ულრიკა მაინჰოფი. კი. თვენახევრის წინ და ჩვენი მაყურებელი ალბათ ამაში ამჩნევს ეს თავარი ანტაგონისტი ამ ფილმის, რომელიც არის ბიოზე გვარად, ტერორისტი გერმანელი. ერთგვარად ფილმში ოდნავ რაღაცა დაბნეულია, სასოწარკვეთილია თითქოს და იქ ძევალს ეუბნება, რომ მეო დავიღალეო. ჩვენ ველურები არ ვართ, მისტერ კუპერ. მაშინ ასე რატომ გვექცევით? ამას არავისთვის ზიანის მისაყენებლად არ ვაკეთებთ. ეს პოლიტიკური აქტია. პალესტინელებისთვის გვინდა სამართლიანობა. სამართლიანობა? იარაღით?
თითქოს არც არის დარწმუნებული ბოლომდე რომ სწორია სამართლიანი ბრძოლა. ფილმში ცოტათი წარმოჩენილია როგორც სწორად აღნიშნე აბსოლუტურად გარკვეულწილად, ხო, დაბნეულიც არის ის ჩანს რომ თითქოს თავის საქმეში არ არის ბოლომდე დარწმუნებული და გარკვეულწილად ფილმში წარმოჩენილია როგორც არც თუ ისე უარყოფითი პერსონაჟი. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა უნდა ვთქვათ რომ ამ შემთხვევაში NTB-ს გულისხმობდა აი ამ გატაცებას ტერორისტები არ იქცევიან თლად ველურად, ისინი არ გამოირჩევიან დიდი სისასტიკით, ეს არ ნიშნავს რომ ისინი არ არიან წამსვლელები რაღაცებზე, აქტი თავისთავად ტერორისტულია, ტერორიზმია და დაშინება მისი მიზანი და ასე ვთქვათ თავარი ამოცანაც, მიუხედავად ამისა ნახეთ ისინი აი ბიოზე აღნიშნეთ წეღან სწორედ მის გადაწყვეტილებით ათავისუფლებენ იმ ფერმძიმე ქალს. აქ არის ერთი საინტერესო ამბავი, ერთ-ერთი მძევალი ხართოვი იხსენებს, რომელიც იქ იყო, რომ ბიოზესო ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა ჰოლოკოსტ გამოვლინმა ტყვემ აჩვენა რომ ხარზე ამოსვინგებული საკონცენტრაციო ბანაკის ნომერიო და ბიოზე მას უთხრაო რომ მე არა ვარ ნაცისტი, მე ვარ იდეალისტიო. და მერეც ბიოზე ეუბნება ამ ძევლებს რომ ჩვენ არა ვართ ებრაელების მტრები. ჩვენ ვართ ისრაელის მტრები და ისრაელიტელების მტრები. და ბოლოს აი რასაც ვიხსენებთ კიდევ იქ, როდესაც უკვე შეტევა იწყება, იგივე ხართოვი ყვება. როგორც ჩანს, ცოტა სტოკჰოლმის სინდრომთან არ გვაქვს აქ საქმე, ერთგვარად ცდილობს ამ კაცის რეაბილიტაციას ბიოზესი. ამბობს რომ იმანო ჯერო ჩვენ მოგვიშვირა ავტომატიო და მე რო გონს მოეგო და ამბობს რომ გვითხრაო რომ ტუალეტში გაიქეცო და დაიმალეთო თქვენო. და არც ერთი უტყვი არ გვესროლა ჩვენო. აი საინტერესო ამბავია ძალიან თითქოს და აი გიორგი მათ ბძანა როცა ყვებოდა ამ ისტორიის წინაპირობაზე და მე მაგალითად აი რომ მკითხოს კაცმა პრივატულად ოთარ აი ამ ფილმის გმირების იმის ვის გამოარჩევდი რა მე რატომღაც ფრანგი პილოტის მხარესა ვარ რომელმაც უარი თქვა ის რაც ფილმში ვერ მოხდა. გატაცებიდან 2 დღის შემდეგ ტერორისტებმა ტყვეების გადარჩევა დაიწყეს. ისრაელის მოქალაქეები ტყვედ დაიტოვეს, დანარჩენები კი გაათავისუფლეს და Air France-ის თვითმფრინავით პარიზში გამგზავრების უფლება მისცეს. მაგრამ გატაცებული თვითმფრინავის ფრანგული ეკიპაჟის მეთაურმა მიშელ ბაკომ განაცხადა, რომ პასუხს აგებდა მისი თვითმფრინავის უკლებლივ ყველა მგზავრის უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეკიპაჟის 12-ვე წევრთან ერთად ტყვეობაში დარჩენილ მგზავრებთან დარჩენა არჩია. NTB-ს ინციდენტის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ კაპიტან ბაკოს Air France-ის ხელმძღვანელობამ ჯერ საყვედური გამოუცხადა და მერე კი საერთოდ გააგდო სამსახურიდან. მაგრამ როგორც ჩანს დროულად მოვიდნენ გონს და მალევე აღადგინეს უწინდელ პოზიციაზე სამუშაოდ. მოგვიანებით მამაცი კაპიტანი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. მასთან ერთად დაჯილდოვდნენ მისი ეკიპაჟის ერთგული წევრებიც. ძალიან საინტერესო პასაჟია ამ ფილმშიც და ნუ ფაქტობრივ რომ ორი პოტენციალური და რეალური ისრაელის პრემიერი მონაწილეობს ამ დიდ ასე ვთქვათ ნუ გარჩევებში, ხო? იცხაკ რაბინი და შიმონ პერესი, ერთი მომავალი, პრეზიდენტიც გახდა. მეცხრე პრეზიდენტია. მომავალი და ასე შემდეგ. რატო ამბობ, რომ იქ ისე არის ძვირფასო ტელემაყურებელო აღწერილი და დახატული ეს ისა, რომ ერთი უფრო აგრესიულია, ამ შემთხვევაში იცხაკ რაბინი, უფრო შემტევი ხასიათის და მეორე უფრო დიპლომატიურ თანდაც ის არის თავდაცვის მინისტრი ამბობს. შიმონ პერესი მაშინ არის თავდაცვის მინისტრი, ხო? და ერთ საინტერესო ამბავია კიდე. თვითონ შიმონ პერესი იხსენებს, როდესაც იწყებენ ამის დაგეგმვას ამ ოპერაციის. საჰაერო ძალების მთავარსარდალი მას ეკითხება, რომ ანუ რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა? ჩვენ ვიღებთ NTB-ს აეროპორტს თუ ჩვენ ვიღებთ უგანდასო? და დაუინტერესდიო, რას მეკითხებიო, გითხრათ, არა რატო? თუ NTB-ს ვიღებთო, მაშინ 100 კაცი მჭირდებოდა. თუ არა და 500-იო. ანუ 500 კაცი კენიის ასაღებად. უგანდის ასაღებად 500 კაცი ყოფნიდა ამ საქმე.
არა, ფლადმასზე ალბათ. თუმცა რა თქმა უნდა, უგანდის შეიარაღებული ძალების მომზადების დონე ხა ისრაელთან შედარებით ძალიან დაბალი იყო, ფაქტიურად არ იყო ეს ანგარიშგასაწევი შეიარაღებული ძალები, მაგრამ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ აი პირველად NTB-ში ჩასვლიდან მალევე ხდება ეს მოთხოვნები საჯარო, ისრაელი სრულად უკვე აცნობიერებს, რომ საქმე აქვს ტერორისტულ აქტთან, გატაცებასთან, საქმეში ჩართულია საფრანგეთიც, იმიტომ საფრანგეთის ბორტი მოიტაცეს ბოლო-ბოლო, იქ არიან საფრანგეთის მოქალაქეები, შეერთებული შტატების 7 მოქალაქეა თუ სწორედ მახსოვს, და სხვები და სხვები. ანუ მარტო ისრაელის მოქალაქეები და ებრაელები. მარტო ისრაელის პრობლემა არ არის. ეს მარტო ისრაელის პრობლემა არ არის. პირველ რიგში, როცა მაყურებელმა საფრანგეთის პრობლემა არის. ხო, ეს არის თავდასხმა საფრანგეთს. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავი. ბორტი მაგათი. მაგრამ, პირველი ახლა ისრაელი რასაც აკეთებს, რომ რაშვებიან ფრანგები, ფრანგები მზად არიან გაათავისუფლონ, ასე ვთქვათ, ის ტერორისტები, ვინც მათ ციხეში ზის. ისინი წავიდნენ ამაზე, ხო? ისინი ამას თანახმა არიან ყოველ შემთხვევაში. მაგრამ სხვა მოლაპარაკების გზით რა გინდა რო ქნა, ეს ხა ისრაელმაც გაშალა რუკა, თავიდან პირველი რაც იკითხეს, იყო სად არის უგანდა. დაახლოებით. აი კითხვა იყო მართლაც ესეთი, პირველი შეხვედრა. და ვინ არის იდი ამინ და ვინ არის იდი ამინ და. იმიტომ რომ მართლა ეხა სად ვარ უგანდაში და ეხა ისრაელი ძალიან ძლიერია, კარგი დაზვერვა აქვს, კარგი შეიარაღებული ძალები აქვს, მაგრამ ის ძლიერია და მას წვდომა აქვს იმ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. ხო, ანუ ეს აფრიკაში. ეს კარგად იცის, კი ბატონო, ევროპაც კარგად იცის, მაგრამ პირველი იყო შოკი, რომ სად არის საერთოდ ეს რაღაცა, ღვთისგან დავიწყებული ადგილი, რომელიც ეგვიპტე იცის, იმიტომ რომ ებრძოლა და ეგვიპტეთან შორს არის. იმიდი ამინმა ძალიან ესეთი დაიჭირა რა მდგომარეობა. აი ეს საინტერესო, ხო, არა, ხო, აი ეს არის კაცი, რომელიც რაღაც პერიოდი გაპრეზიდენტებამდე წვნებს გადის სწორედ ისრაელში. კი, და იბრძვის ებრაელების მხარდამხარ, ხო? მაგაც იყავს, მეგობარი ყავს, ვინც მოლაპარაკებებს. აი როგორ და რატომ გახდა ისრაელის მეგობარი იდი ამინი, უცებ მისი მტრების მეგობარი. ხო, იდი ამინი იდეაში მე რა წყაროებიც ვიცი, არის ასე ვთქვათ, ტელეკამერების ძალიან დიდი მოყვარული, ჰედლაინების ძალიან დიდი მოყვარული, ის გიждდება აი ტელეკამერებში გამოჩერაზე, ეგრეთ წოდებულ PR-ზე და მაყურებელმაც უნდა იცოდეს, რომ ტერორისტებს NTB-ში ეხმარებიან სრულ მხარდაჭერას სთავაზობენ უგანდის შეიარაღებული ძალები, აი პრეზიდენტის ინიციატივით. რაც ძალიან აუცებთ, რატო, რა შეაინტერესებს რაღაცას და სხვა შორის ძალიან უცნაურია მისი მოტივები. მას უნდა რომ წარმოჩნდეს როგორც მომრიგებელი, რომ სოფლიომ გაიგოს მის შესახებ, არა უგანდის შესახებ, როგორც ქვეყნის ან ძალიან თავისებური გზა აირჩია, პერსონალური რაღაცა ამ ჩართულობის მეშვეობით, ძალიან ისეთი უხეში, ექსტრავაგანტული, ძალიან აროგანტული ჩართულობის მეშვეობით, თელმა მსოფლიომ გაიგოს უგანდის პრეზიდენტის შესახებ. რომ აი ის როგორ ასე ვთქვათ, გულშემატკივრობს თან პალესტინის გათავისუფლებასაც, თითქოს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში და პალესტინაში, თან გულიშეტკივა ადამიანურად ტყვეებზეც. ანუ საბჭოთა კავშირთან მას კავშირი ჰქონდა. საბჭოთა კავშირთან კავშირი მას ჰქონდა, ვინაიდან ისინი ჩართული იყვნენ, ასე ვთქვათ, სამხედრო შეიარაღებული ძალების მომზადებაშიც, სხვა კუთხითაც, ეკონომიკურადაც, მაგრამ კავშირი ჰქონდა ისრაელთანაც. პირველი რასაც ისრაელი შვება არის, რომ რა არის ეს უგანდა, სად არის ეს NTB-ის აეროპორტი და როგორც იქნა ისინი მიაგნებენ ადამიანს, რომელიც თურმე ამზადებდა უგანდის, ასე ვთქვათ, პარაშუტისტებს, ადესანტო ძალებს და ასევე მიაგნებენ ადამიანს, თურმე ეს NTB-ის აეროპორტის არქიტექტურულ მშენებლობაში, აშენებაში მონაწილეობდა ისრაელის კომპანია. მაგრამ ეს ხდება წლების წინ. ეხლა რაც ააშენეს ეს აეროპორტი, ერთი 7 წელია გასული მეტი, 10 მგონი და რაც ეს კაცი ამზადებდა, ერთ-ერთი ებრაელი ოფიცერი, პოლკოვნიკი უგანდის შეიარაღებულ ძალებს, იქიდანაც რო ეკითხებიან მას რა დრო გავიდა, 7 წელი. რეალურად ამ ქვეყანამ ისრაელს უგანა. და ამიტომ არის უგანდა. კი, უგანა ნამდვილად, რაზეც ისინი წარეთ ინანებენ, სულ რაღაც ერთგვირად. ძალიან მარტო. კენიათაც და ეგეც.
პირველი რაც მაყურებელმა უნდა იცოდეს, ისრაელიდან უგანდა არის 4000 კილომეტრზე მეტ მანძილზე. ის და ბევრი ქვეყანაა მათ შორის. და მათ შორის არის ქვეყნები, რომლებიც არის არც ერთი ფაქტიურად არ არის ისრაელის მეგობარი. ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა გაიარონ ეგვიპტე, მათ უნდა გაიარონ ერიტრეა, მათ უნდა გაიარონ კიდე სხვა ქვეყნები, კენია არის აი შედარებით ვერ ვიტყვი რომ მეგობრული, მაგრამ რაღაც ურთიერთობები კენიასთან არის და აი მან იწყება მომზადება რომ რა ვქნათ, როგორ ვქნათ, საერთოდ როგორ ჩავაღწიოთ, გვაქვს თუ არა იმის შესაძლებლობა რომ თვითმფრინავი ჩაფრინდეს ჩვენი უგანდაში. და გარდა ამისა ჩაფრენა ერთია და მეორეც გადაფრენა ამ ქვეყნებში. არა, გარდა ამისა რო ჩახვალ, იქ ესე არ არის, ხო, არა, ერთ ცალკე ხო. აი მაგ ოპერაციამდე და დრო არის 1 ივლისამდე. დრო არის 1 ივლისამდე. იმათმა დააწესეს უკვე ეგრეთ წოდებული დედლაინი, ანუ ბოლოვა და რო თუ არ გაათავისუფლებთ ჩვენ ტყვეებს, ჩვენ ყოველ საათში დავიწყებთ თითო მძევლის მოკლას. ნუ ისრაელს აქვს უკვე ორი ოპცია, ორი ვერსია მოქმედების. კაბინეტიც ესე გაიყო სამხედროებიც რომ ემხრობიან მოლაპარაკებებს, მოდი შევიდეთ მოლაპარაკებებში, იქ თანხაც იქნა დასახელებული, გათავისუფლებაზეც ფიქრობენ, მაგრამ თან ისრაელი აცნობიერებს, რომ ეს იქნება საშინელი დამცირება ახალგაზრდა ისრაელის სახელმწიფოსი, რომ დაყნენ ტერორისტების აი ამ მოთხოვნას და გაათავისუფლონ მათი ასე ვთქვათ, სხვა ტერორისტები, ეს იქნება ისრაელის ძალიან დიდი დამცირება. ხო, ტრენდია იქამდე რომ ისინი ტერორისტებს არ ესაუბრებიან. პოლიტიკა უკვე რამდენიმე წლით ადრე არის ის, რომ ისინი ტერორისტებთან მოლაპარაკებებში არ შედიან. ეს პოლიტიკა ისრაელს ფაქტიურად მათი დაფუძნების დღიდან აქვს, რომ ისინი ფაქტობრივად დღემდე არა? დღემდე არის ეს, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებებში ისინი არ შედიან, თუმცა რა თქმა უნდა უწევთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე წასვლა, ყოველთვის არის ეს ის, მაგრამ არსებითად ისინი აი ესე ხელაღებული ტერორისტებს მოთხოვნებს არ ასრულებენ ძირითად შემთხვევაში ისინი მაინც მოგვიანებით მაინც ამაში ფასიხდიან. ამ ინციდენტში რა როლს ასრულებს და თუ ასრულებს რაიმე როლს ტერორიზმის ისეთი ლეგენდები, როგორიც არის თქვა ჯორჯ ხაბაში, ვადი ჰადადი, ან იასირ არაფატი. აი ეს ფიგურები თუ არიან ამ სპეცოპერაციაში ჩართული? მიჭირს ახლა ამის თქმა. პალესტინის გათავისუფლების ფრონტი ჯორჯ ხაბადის შექმნილია. კი, ამის უკან დგანა, თუმცა ზოგჯერ იყო იქაც მომენტები, როცა ყველა გადაწყვეტილება მათთან არ იყო ესე სრულად შეთანხმებული. ამიტომ ეხლა ამაზე საუბარს მე სიმართლე გითხრა. და ადგილზე ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს ტერორისტების აი ამ ჯგუფში? თუ არის ეს ცნობილი? ესე სხვა შორის მაგაზე არ არის. კოორდინირებულია ეს მოქმედებები, ნუ რა თქმა უნდა იქ არის 1-2 ადამიანი, ვინც უფრო მეტად აქტიურობს. თუმცა ადგილზე მე რაც ბოლოცნობებს გავეცანი, პრინციპში გარკვეულწილად უგანდის პრეზიდენტი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში. თვითონ იდი ამინი, არა? თვითონ იდი ამინიც არის ძალიან აქტიურად ჩართული, ის ცდილობს აქედან მიიღოს მაქსიმუმი, რომ აი ვითომ გათავისუფლებაშია ჩართული, თან უგანდის პრეზიდენტია ყველგან ჰედლაინში, ვის გაახსენდებოდა ისე უგანდა და მისი პრეზიდენტი. თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად ყვალი მიდის ახლა თქვენ ახსენეთ არაფატი და სხვები სხვათა შორის, ნუ არის ვერსია რომ ეს ყვალი რა თქმა უნდა მიდის და ამის ალბათობა არის და ამის გამორიცხვა არ შეიძლება პირდაპირ გეტყვით, თუმცა ესე დადასტურებულად რომ ეს ტერაქტი მათთან იყო ესე სრულად კოორდინირებული, შეთანხმებული და საოპერაციო ტაქტიკურ დონეზე გავლილი, ამის მტკიცებულებები ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი არის. როგორც წესი ესეთ სპეცოპერაციები რომ მზადდება ხოლმე, ყველას გონია რომ ამის ყველაფრის ინიციატორი და თავი კაცი ორგანიზაცია არის მოსადი. არა, ამ შემთხვევაში ეს არ ყოფილა, მოსადი არ არის აქ თავარი ინსტიტუტი, სხვა შორის თავარი ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და შეასრულა, ეს არის ისრაელის შეიარაღებული ძალები, IDF-ი და ცახალი ეგრეთ წოდებული, ხო? ანუ ჯარი, ეს არის ისრაელის შეიარაღებული ძალები, ანუ თავდაცვის სამინისტრო, ჩვენ უფრო გასაგებად რო ვთქვათ და მისი ასე ვთქვათ გასაიდუმლოებული ნაწილები, იმიტომ რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ყავს თავისი სპეცოპერაციების ძალები, თავის დაზვერვაც, საგარეო დაზვერვაც და ყველაფერიც. და ყველაზე მთავარი, ვინც ამ ოპერაციაში ასე ვთქვათ, ისეთი მთავარი როლი აქვს, ეს არის ისრაელის საჰაერო ძალები. საჰაერო ძალები, იმიტომ რომ ურთულესი ოპერაცია, სადაც საჰაერო ძალებს აქვს გადამწყვეტი ისრაელის ლუფტვაფე,
გადამწყვეტი მნიშვნელობა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა მან დენიჭება საჰაერო ძალებს. და იწყება დაგეგმვა, ეხლა როგორი დასაგეგმია ოპერაცია, უნდა ჩახვიდე აბსოლუტურად ჩვენთვის უცხო გარემოში, ტრულ გარემოში 4000 კილომეტრზე მაყურებელმა რომ იცოდეს, ეხლა საქართველოსთან რო დაგეგმო ოპერაცია, რა ვიცი, პეტერბურგის იქიდან, რა ვიცი, სადღაც არქტიკაში რა. ეს გაუგებარი დიქტატორი რომელიც არიცი რა თამაშს თამაშობს, კი, თითქოს სუსტი შეიარაღებული ძალები ყავს, მაგრამ ხა მისი ქვეყანაა და რაც უნდა სუსტი ყავდეს შეიარაღებული ძალები, ბოლო-ბოლო რამდენიმე ათასი კაცი ყავს და ხა რამდენიმე ათას კაცთან ბრძოლა გინდა სუსტი იყოს, გინდა ძლიერი, სხვა ქვეყანაში როგორც წესი ძალიან რთული ამოცანა. ჯერ ისეთი უნდა ჩახვიდე ისე რომ არ შეგამჩნიონ და არ ჩამოგაგდონ, იმიტომ რომ უნდა გადაიარონ ტრულ სახელმწიფოებზე, გადაიფრინონ ტრულ სახელმწიფოებზე, მერე რო ჩახვალ იქ რა გარემო გვხდება და მე თქვა ჩახვედი და შეასრულე უკან როგორ მოდიხარ. იმიტომ რომ ჩასვლაზე ბენზინი ყოფნით, საწვავი ყოფნის, თვითფრინავს და წამოსვლაზე დგება პრობლემა რომ რა შვებით უკან. უკან სად უნდა შევავსოთ, ასე ვთქვათ, თვითფრინავის აუზები. ეს იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად წავიდა. მან ჩართული არის მოსადი, მაგრამ მოსადი არ არის მთავარი აქტორი და მოსადი ჩართული არის კიდევ ერთ მომენტში, როდესაც კენიელ აგენტს, კენიაში მყოფ აგენტს თხოვენ გადაუფრინოს იქვე ახლოს მყოფ ენტებეს აეროდრომს და გადაუღოს მას რამდენიმე სურათი, ვინაიდან მათ ჰქონდათ კარგი წარმოდგენა დღეს ეხლა როგორ გამოიყურება ეს აეროპორტი, დაახლოებით სად არის ტერმინალი, სად უნდა დაждდეს თვითფრინავი რომ ჩავიდეს, არაფერი არ იციან. აი ამ ნაწილში მოსადი ჩართულია, ის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მაშინ თელ-ავივს და ხდება ერთი მომენტი. არ დავგავიტყვეს რომ ფილმი არ მოუყვეთ მაყურებელს. არა, ფილმს არ უყვებით. ეს ყველაფერი რასაც ეხა ყვებით, ფილმში არ არის, უბრალოდ ტელემაყურებელი. აი, მათი შანსები არის დაახლოებით 20-30% რომ მისია იყოს წარმატებული. როგორც წესი, ამ დროს გამორიცხულია, რომ კაბინეტმა, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მანგენერლებმა მწვანე შუქი მისცენ მისიის დაწყებას. ამიტომ პირველი რა პრინციპსაც ისინი უნდა გაყვნენ, ეს არის მოულოდნელობა და სისწრაფე. ეს ფილმშიც არის, სხვა შორის კარგად არის ნაჩვენები, ოპერაციაზე აქ 1 საათი და ისინი ეტევიან ზუსტად 55 წუთში. და თუ ჩათვლი ფილმი 2 საათია? ხო. პრაქტიკულად შეუსრულებიათ. თვითონ იერეში სულ რაღაცა წუთი და 45 წამი გავიდა თვითონ ტერმინალში კი. ტერმინალში, ხო. და ისინი ორი თვითფრინავით, ეს არის C-130-ებია, ჰერკულესის თვითფრინავებია, ეს რო იცოდეს მაყურებელმაც, ეს არ არის საბრძოლო თვითფრინავი, ეს არის სამხედრო სატრანსპორტო თვითფრინავია, რომელიც გამოირჩევა ძალიან კარგი მანევრირებადობით, მას კარგი მონაცემები აქვს იმ დროისთვის, მაგრამ ძალიან ძველი თვითფრინავებია, 76 წელზეა, ხო, საუბარი და ეს თვითფრინავები გამოშვებულია კიდე 60-იანებში. ანუ მეორე მსოფლიო ომის მერე დროინდელი თვითფრინავებია ფაქტიურად, რომელსაც არ აქვს არც ღამის ხედვის კამერებით არის აღჭურვილი, არც თანამედროვე GPS სისტემებით, ანუ პილოტზეა დამოკიდებული უამრავი რა. და მთავარი რაც არის ეს ფილმში არ არის სხვა შორის ნაჩვენები, პირველი რომ არ შეამჩნიონ, მათ უნდა იფრინონ ძალიან დაბლა და ძალიან დაბლაში გულისხმობ ახლა მაყურებელს შეიძლება ეგონოს ძალიან დაბლა ქალაქ არა დაახლოებით საუბარია 10-20 მეტრის სიმაღლეზე რაღაც შემთხვევებში ანუ ძალიან დაბალია ამ დროს ფრენა არის მგზავრებისთვის ანუ სპეცდანაყოფის ბიჭებისთვის ძალიან რთული შეიძლება ზღვიდან ჩანს ფაქტიურად სადღაც რაღაც შემთხვევებში რაღაც კილომეტრები გავლილი აქვს აი ზღვიდან 10 მეტრის სიმაღლეზე ეს არის აბსოლუტური აი რაღაც სიგიჟია პილოტისთვის იფრინოს ესეთი მასიური სამხედრო სატრანსპორტო თვითფრინავით ზღვის დონიდან რაღაც 20-30 მეტრის სიმაღლეზე. და მეორე რაც გამოარჩევს და ეს არ არის ისე კარგად ნაჩვენები, მაგრამ მაყურებელმა უნდა იცოდეს, ჩასვლის დროს გადიან სცენარებს, თქვა გამორთულია ასაფრენი ბილიკი, ანუ არ არის განათებული. ხო. მაგ დროს რა ხდება? როგორ ჯდება საერთოდ თვითფრინავი და არის ძალიან მაღალი რისკი საერთოდ ვერ დაждდეს ახლა ჩამქრალ აეროპორტში, მაშინ კიდევ ერთხელ არა აქვს არც ღამის ხედვის ხელსაწყოები, არა აქვს არც GPS-ი, არც სხვა რამ. უყენებენ სულ უახლეს აპარატურას, რათა რადარმა იგრძნოს, გაარჩიოს ზღვა, სილა, ქვიშა, რომელიც უგანდაშია და ასფალტირებული გზა.
ერთადერთი ამ რადარს უყენებენ აი ძალიან სწრაფად, ძალიან რამდენიმე დღეში, რამდენიმე დღის 48 საათი ხდება ეს. წარმოგიდგენიათ ზუსტად 48 საათი. ეს ხელსაწყოც, ახალი ხელსაწყო, რომელსაც თვითონაც უყენებენ, არ იციან იმუშავებს თუ არა, ეხლა დაყენებულია, ეხლა გამოგონილი. ხო. და მე ვახსენე წერან სისწრაფე და მოულოდნელობა. სისწრაფის და მოულოდნელობის შესაქმნელად ისინი მიმართავენ ესეთ იმპროვიზაციას, ვინაიდან ტერორისტებთან არაერთხელ მივიდა თქვენ ახსენეთ უგანდის პრეზიდენტი, ის მიდის მაშინდელი Mercedes-ის ლიმუზინით, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი გამორჩეული მოდელით. ისინი წაიყვანენ იდენტურ აბსოლუტურად ისეთ Mercedes და Land Rover-ებს, ვითომ დაცვისთვის, რათა შექმნან, ასე ვთქვათ, ილუზია, რომ ტერს ეგონოს, რომ იქნებ ეს ხომ არ არის უგანდის პრეზიდენტი და აი ამით, ასე ვთქვათ, ისარგებლონ რაღაც დროც გაიარონ და შექმნან მოულოდნელობის ეფექტი. ვინაიდან ახლოს მინიმუმ ახლოს მივიდნენ მაქსიმალურად ახლოს ტერმინალთან. Mercedes-ში სხვა შორის განთავსებულები არიან სპეცდანიშნულების ისრაელის შეიარაღებული ძალების კონტრტერორისტული დანაყოფის ადამიანები, მათ შორის იანი ნეთანიაჰუ, რომელიც არის თავარი დანაყოფის ხელმძღვანელი იმ დანაყოფის, რომელმაც მოიერიშე რაზმის, რომელმაც штурმი უნდა მიიტანოს ტერმინალზე, ჩვენმა ტელემაყურებელმაც რო იცოდეს ეს არის ხო დღევანდელი ისრაელის პრემიერის ძმა და სამგზის პრემიერის და ამან სხვა შორის როგორც ამბობენ და ეს არ არის ახლა დამავული ისტორია, ძმა იმდენად დიდი გმირი გახდა ამ ოპერაციის შემდეგ, ვინაიდან ფაქტიურად ითვლება, რომ ძმის სახელი, მე არ ვიძახი რომ ახლა მას წარსული არ ქონდა და ან განათლება აქვს და თვითონაც სპეციალური ოპერაციების ძალებში დაჯარში მსახურობდა, დიპლომატიც იყო და ინგლისური ხრენივრად იცის და საკმაოდ მომზადებული ადამიანია, რა თქმა უნდა, ჩემი საჭირდება, მაგრამ არის მოსაზრებაც და ყველა მიცის, რომ ძმის ეს სახელი მას ძალიან დაეხმარა პოლიტიკური კარიერის, ასე ვთქვათ, წარმართვაში და აწყობაში, რაც ბუნებრივია. ის ზის ამ Mercedes-ში თავის რამდენიმე 4 ადამიანთან ერთად, მანდვე არის ჯგუფის მეთაურის მოადგილეც და ორი Land Rover-ით მას უკვე მოყვებიან ვითომ ეგრეთ წოდებული დაცვა, ვითომ უგანდის პრეზიდენტი და მას მოყვება დაცვები და აი ესე აპირებენ ისინი მე მაგ დიდი რომ გიორგი რაღაცნაირად მონაწილეობდა იმ ამბავში. ასაკი აუწყოს უბრალოდ რომ ნუ შეიძლება რაღაცა და ახლა Mercedes-ი ვახსენეთ და ერთი საინტერესო დეტალია კიდე ფილმში არ არის ესა. რომ როდესაც მიუახლოვდნენ უკვე ესენი ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა გაიხსენა, რომ იდი ამინი ბოლოს როცა იყო მისული, სხვა Mercedes, თეთრი Mercedes-ით მივიდა. კი, იყო ეგ მომენტი. თეთრი Mercedes-ით და დაეჭვდა რომ რა ხდებაო და აი სწორედ იქიდან იწყება პრინციპში, ესე იგი, აქტიური მოქმედებები, მაყუჩიანი იარაღით მას კლავეთ. და უკვე მეტი დრო აღარ არის, ამიტომ უნდა გადავიდნენ უკვე შეტევაზე, არა? ესე იგი, Mercedes-ები, როდესაც გაივლიან გარკვეულ მანძილს და Mercedes-ები, როდესაც უახლოვდებიან ტერმინალს, თუმცა ტერმინალამდე ჯერ კიდევ 200 მეტრია დარჩენილი, რაც დიდი მანძილია მაინც. პირველ საგუშაგოზე მათ შემოხდებათ ორი უგანდელი სამხედრო ჯარისკაცი და აი მან და ერთ მომენტში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ გონი უნდა გავუსწორდეთ მათ და რაღაც მომენტში უკვე იტყვის, რომ არა, არ ვესროლოთ. ეს არ ვიცი ფილმში არის თუ არა, ამახსოვს, მგონი არ არის, არ ვესროლოთ, მაგრამ უკვე გვიანია მისი თანამებრძოლი მაყუჩიანი პისტოლეტით ახერხებს ორივეს განეიტრალებას და ერთი, როდესაც უკვე დაეცემა, კიდევ დააპირებს სროლას და მეორე დაცვის ეგრეთ წოდებული დაცვის მანქანიდან უკვე ავტომატით არა მაყუჩიანი და უკვე ხმა არის და მოულოდნელობის ეფექტს ისინი პრინციპში ბოლო მომენტში 200 მეტრის რადიუსში იმ ტერმინალიდან სადაც ყვები არიან, მოულოდნელობის ეფექტი იკარგება. რა გამოხმარება ყובה ამ სპეცოპერაციამ შემდგომში? შედეგები ამ ოპერაციის, ანუ რა ხდება მერე? თავარი გზავნილი, რაც ისრაელმა გააგზავნა, როგორც არაბულ სამყაროში, ისე თელ, ასე ვთქვათ, მის რეგიონში, მაკედან მოყოლებული არის ის, რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა ეცდებიან ყველგან მიწვდნენ ტერორისტებს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომ ისინი არასდროს შეეგუებიან ტერორიზმს და ყველგან შეეცდებიან გაუსწორდნენ მათ და მათ სხვა შორის ეს გზავნილი მიიღეს ძალიან კარგად. იმიტომ ამ ფაქტის შემდეგ
ბორტის გადაცება, ანუ ავიახაზის გადაცება ისრაელის მოქალაქეებით ბორტზე, ანუ ისრაელის წინააღმდეგ სხვა შორის აღარ დაფიქსირებულა. სხვა ტერაქტები იყო, უფრო ცუდი ტერაქტებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი რამ აღარ დაფიქსირებულა. და პრინციპში ამან სახტად დატოვა არა თუ ისრაელის მოწინააღმდეგეები და მტრები, როგორც იმ რეგიონში, ისე სხვაგან გლობალურად არამედ სახტად დატოვა მისი მოკავშირეებიც, ვინაიდან როგორც წეგან გითხარით, ვაშინგტონმაც, ლონდონმაც და პარიზმაც ამ ოპერაციის შესახებ გაიგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე ნეთანიაჰუს უკვე ენტებეში იყო და მხოლოდ მაშინ ჩათვალეს ძალიან მწირე ინფორმაცია მოეწოდებინათ, რომ ჩვენ ვათავისუფლებთ ამ ძევლებს და ეს ოპერაცია მიმდინარეობს. ეს იყო და ეს. დღემდე რჩება სხვათა შორის მაყურებელმა რო იცოდეს უნიკალურ ოპერაციად, ალბათ ნომერი პირველი ოპერაცია დღემდე თავის სირთულის მიხედვით. ბენ ლადენის აყვანამკვლელობაც არ იყო ესეთი რთული როგორც ეს. არა, ალბათ ყველაზე რთული ოპერაციის შესახებ ნახავს ფილმს. მე პირადად ვარ დიდი თაყვანისმებელი გოლდა მეირის რატო? მაშინ როცა 72 წელს მიუნხენში მოხდა ეს, რაც მოხდა შავი სექტემბრის ტერაქტი და რაღაცეები, მან დაიბარა იმიტომ რომ იქ პრემიერს ემორჩილება პირადად მოსადი რა, პირადად პრემიერის და უთხრა რომ ეს გენიალური ის არის, მაშინ ფრაზაც არსებობს, ბევრგან წერია. მე მინდა რომ ისინი ყველანი მოგვწვენ. აი ტერორისტები და რამდენი ხანი ნადირობდა მოსადი წლები და აწეული და ყველას ამოხოცეს დამნაშავეებს, ხო? აი ძვირფასო ტელემაყურებელო, დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს, გიორგის, იმიტომ რომ მან აი რაღაცა ძალიან დიდი დრაივით კიდევ ერთხელ ამბობ, ესეთი ენერგეტიკა, მე მგონი მენტებს ბრძოლებშიც არ იყო თითქმის და გადაყვება ამ გადაცემას საოცარ დრაივიან დინამიურ ფილმს ნახავენ ახლა, ამიტომ არ გადართოთ, მოემზადეთ. მადლობა თქვენ ტელემაყურებელს და ისიამოვნეთ ფილმით. What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali. Sie? Yes, Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done.